სერბეთის მთავრობა მიუხედავად იმისა, ისინი რა საშინაო პოლიტიკას ატარებენ, ყოველთვის მზად არიან ბრიუსელში ჩამოვიდნენ, ესაუბრონ ევროკომისიას, ესაუბრონ ევროკავშირის წარმომადგენლებს საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში და რა თქმა უნდა ყოველთვის დაპირდნენ, რომ ისინი შეასრულებენ საშინაო დავალებას. გუშინ, როდესაც მე თვითონაც ვიჯექი აუდიტორიაში, როდესაც ევროკომისარი წარადგენდა ამ მოხსენებებს და ამ ახალ რეპორტს, ის ამბობდა, რომ რა თქმა უნდა სერბეთში საკმაოდ ირღვევა ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური ღირებულებები, მაგრამ ასევე არის გარკვეულ რიგ თემებში, ასევე არის პროგრესი. რაღაც საკანონმდებლო დონეზე მან აღნიშნა და შეგვიძლია მოხსენებაშიც ვნახოთ და რაც მთავარია, სერბეთი არის მთავრობა, დღეს ისევ არის დიალოგის რეჟიმში ბრიუსელთან და ისინი ცდილობენ მაინც ხშირ შემთხვევაში თავი მოაჩვენონ, რომ რეფორმები კეთდება და რაღაცა ნაბიჯები ამ მიმართულებით ითქმება. რაც შეეხება საქართველოსგან და ოფიციალურად თბილისის წარმომადგენლებისგან პირდაპირ დიალოგი არის შეწყვეტილი, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო საქართველოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ ის თავისი ინიციატივით თავისი გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველოს არ გაეგრძელებინა, ასე ვთქვათ, ეს ევროინტეგრაციის მოლაპარაკებები 2028 წლამდე, ხო? ეს ბრიუსელმა არ დაგვიხურა, არ მეგვიხურა ჩვენ, ეს ყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება. სერბეთს მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია და პირიქით, როდესაც სერბები ჩამოდიან და ოფიციალური სერბეთი ჩამოდის ბრიუსელში, ისინი ყოველთვის არიან მზად დიალოგისთვის და ყოველთვის დგანან, ასე ვთქვათ, იმ გზაზე, რაც მათ მოეთხოვებათ, რომ იყვნენ რეფორმები. რა თქმა უნდა, ბრიუსელი თვალს არ ხუჭავს იმ ყველა უკუსვლაზე და დემოკრატიულ უკუსვლაზე, რაც დღეს სერბეთში აღინიშნება და ამ ყველაფერს ჩვენ მოხსენებაში ვკითხულობთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ დღეს არის დიალოგი სერბეთსა და ბრიუსელს შორის და არ არის საქართველოსა და ბრიუსელს შორის, ეს უნდა იყოს ძალიან საყურადღებო და ამას ბრიუსელს ჩვენ ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული რეფორმები უკვე დგება დღის წესრიგში ის წინაპირობად, რომლის საფუძველზეც ვიზა ლიბერალიზაცია შეიძლება მიენიჭოს კონკრეტულ პარტნიორ ქვეყანას, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყანას და ასევე ის თუ ეს ქვეყანა თუ არ აკმაყოფილებს, თქვათ, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, რომელიც არის შესაბამისი ევროკავშირის სტანდარტებთან, ამ შემთხვევაში უკვე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ან შეწყვეტა დგება დღის წესრიგში. იქიდან გამომდინარე, რა სიტუაციაც არის დღეს საქართველოში, საქართველოს თავისთავად იქნება ამ განახლებული რეგულაციის ერთ-ერთი პირველი, ასე ვთქვათ, თარგეთი, ესეთი პირველი სამიზნე, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დღეს საქართველოში სამწუხაროდ ფუნდამენტური ღირებულებებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა ძალიან რეგრესიულ მდგომარეობაში და ძალიან ირღვევა. ამიტომ თავისთავად ამისი საკანონმდებლო ბაზა არსებობს უკვე ბრიუსელში, რომ საქართველოს დღის წესრიგში დადგეს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ან შეწყვეტა.